ამ ქართველი მეფის თვით რომის იმპერიას ეშინოდა. ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნე. პატარა მთიან სამეფოს, იბერიას ხელთ მთელი აღმოსავლეთის გასაღები უპყრია. დარიალის ხეობა, ვინც მას ფლობს, შეუძლია გზა გაუხსნას ან გადაუკეტოს ლეგიონებს. ეს მართველი წლების განმავლობაში აბალანსებდა ძალთა თანაფარდობას რომისა და პართიის იმპერიებს შორის. იღებდა მათ ელჩებს, თუმცა არასდროს ყოფილა მათი ვასალი. მის ტერიტორიაზე გადიოდა სავაჭრო და სამხედრო გზა და ის სარფიანად იყენებდა ამ უპირატესობას. იგი აქტიურად იყენებდა კავშირს ალანებთან, კავკასიის მომთაბარე ტომებთან. მათი რაზმებით რომს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა. ერთი მისი ბრძანება და ალანები თავს ესხმოდნენ რომის ტერიტორიებს. 129 წელს მან მუხლი არ მოიდრიკა იმპერატორ ადრიანეს წინაშე, რამაც უსაზღვრო განცვიფრება გამოიწვია მარადიულ ქალაქში. ადრიანემ მას წვენი გაუგზავნა, სპილოები, ლეგიონები და ოქრო. ხელნაწერებში ვკითხულობთ, რომ მეფემ იმპერატორი გამოიწვია, ვალში არ დარჩა და საპასუხოდ გაუგზავნა მას მოოქროვილი მოსასხამები, რითაც აჩვენა, რომ მასზე არაფრით იყო ნაკლები. იმპერატორმა იბერთა მეფის დასამცირებლად 300 მონას ჩააცვა მისი გამოგზავნილი მოსასხამები და კოლიზეუმში გამოფინა. ისე წავიდა ადრიანე იმ ქვეყნად, რომ ვერ ეღირსა იბერთა მეფის დაჩოქებას. რომის ახალმა იმპერატორმა, ანტონიუს პიუსმა კი ის დამოუკიდებელ ხელმწიფედ ცნო, რომში მიიწვია და ნებადართო ცხენზე ამხედრებულს მოეარა ქალაქის ქუჩები. ეს პატივი მხოლოდ ტრიუმფატორების, ანუ გამარჯვებულების ხვედრი იყო. ეს ადამიანი კავკასიის ლეგენდად იქცა. მისი სახელია ფარსმანი. ფარსმან მეორე ქველი, ანუ მამაცი. მოიწონეთ და გააზიარეთ ეს ვიდეო, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამბები საქართველოზე. კომენტარებში კი დაწერეთ თქვენი ფავორიტი მეფის სახელი.